მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: საღი აზრი იბადება განათლების მიუხედავად და არა განათლების შესაბამისად. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო. დღევანდელ საქართველოში, სადაც განათლების როლი სულ უფრო და უფრო მეტად კნინდება გაუგებარი რეფორმების გამო, რომელთა არსი არის ევროპის აკადემიური სივრცისგან საქართველოს აკადემიური სივრცის ჩამოშორება, დღევანდელ ციტატაზე ლაპარაკი, ამ ციტატის განხილვა ცოტა არ იყოს სარისკოდ მეჩვენება, მაგრამ იმის თქმა წინასწარვე შემიძლია, რომ ჰიუგო ნამდვილად არ გულისხმობდა, რომ უმეცრება ცოდნა სჯობია. სანამ გავაგრძელებ ამ რთული ფრაზის კვლევას თქვენთან ერთად, მინდა გაგახსენოთ, გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. იმით დავიწყებ, რომ საღი აზრი ყოველთვის უკავშირდება გარემოს ადეკვატურ აღქმას. გავიხსენოთ დონ კიხოტე, რომელიც სარაინდო რომანების კითხვამ ისე გაიტაცა, ისე დაიჯერა მან ეს ზღაპრული სამყარო, რომ რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთში აერია და წარმოიდგინა თავი მოხეტიალე რაინდად. ასევე მინდა შეგახსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შექმნილი მხატვრული სახე თეიმურას ხევისთავის, რომელსაც ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, რომელიც ერუდირებული ადამიანი იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ ეხმარებოდა გარემოს ადეკვატურ აღქმაში და იმაში, რომ საღი აზრის თანახმად ეცხოვრა. ზოგჯერ ცოდნა ერთს უკარნახობს, მაგრამ შინაგანი ხმა გვეუბნება რაღაც სხვას და თუ ჩვენ ვმოქმედებთ ამ შინაგანი ხმის შესაბამისად, შეიძლება ჩვენი ქცევა ჩვენნაირ გადადგმული ნაბიჯები დაემსგავსოს სიგიჟეს ზოგჯერ, მაგრამ მერე მოგვიანებით აღმოჩნდეს, რომ დიახ, ეს იყო ერთადერთი სწორი და ადეკვატური ქცევა, რასაც უკარნახობდა ჩვენი შინაგანი ხმა. ბერძენი ისტორიკოსი და ბიოგრაფი პლუტარქე მოგვითხრობს პომპეუსზე, რომელსაც რომის სენატმა დაავალა რომის მომარაგება პურით. და როცა პურის ქვეყნებში გამგზავრებას აპირებდა გემით, ზღვაზე ატყდა საშინელი ქარიშხალი და გემის მესაჭებმაო ვეღარ გაბედეს ზღვაში შესვლა და აი მაშინ პომპეუსი პირველი ავარდა გემზე, უბრძანა რომ ღუზა ამოეღოთ და ესეთი ფრაზა შეჰყვირაო, რომ ზღვაში გასვლა აუცილებელია, სიცოცხლე არ არის აუცილებელი. როგორ შეიძლება ეხლა რომ ეს სიტყვები ჩვენ საღი აზრის ნიმუშად გამოგვადგეს? როგორ შეიძლება და ისე, რომ როგორც პლუტარქე გვიამბობს, ესე იგი აი ამ შეძახილმა, მისმა სიმამაცემ, პომპეუსის ქარიზმამ ის გამოიწვიაო, რომ ბაძრები აივსო პურით, ზღვა აივსო გემებით და არა მარტო რომი, არამედ მეზობელი ხალხებიც კი უკვე ნამდვილად აღარ განიცდიდნენ პურის დეფიციტს და კი არა და დაუშეტელი წყაროს ნაკადებივითო მოედინებოდა პური ყველგან. პომპეუსის შეძახილი, რომელიც აი რაციონალურად არანაირად არ აიხსნება, რომ თურმე ზღვაში გასვლა არის აუცილებელი და სიცოცხლე არ არის აუცილებელი, სინამდვილეში მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე აღმოჩნდა ერთადერთი სწორი ქმედება. ამ სწორ ქმედებას დაედო საფუძვლად. საღი აზრი, რომელიც ჰიუგოს ციტატის მიხედვით განათლებულ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს და გაუნათლებელსაც, ყოველთვის, როგორც თქვი, უკავშირდება რეალობის აღქმას. განათლებული ადამიანის მხრიდან საღ აზრთან კავშირის გაწყვეტა შეიძლება მოხდეს უნებლიეთაც, მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად განზრახული გადაწყვეტილება. ეს განზრახვა ყოველთვის არის ანგარებიანი, ეს უნდა ვიცოდეთ. როდესაც ქვეყანაში ისეთი გარემოა, სადაც ღირებულებები, მაგალითად ისეთი როგორც არის ცოდნა, განათლება, არ არის წარმატების წინაპირობა და პირიქით შეიძლება წარმატებაში ხელს უშლიდეს ადამიანს, აი ზოგიერთმა განათლებულმა კაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სრულებით არაფერში არ ჭირდება საღი აზრის თანახმად ცხოვრება. ადრეც მithქვავს, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ
ჩელაბინსკი ყვავისო და ევროპას ყველა ვხედავთ რა ემართებაო. ახლა ამის წარმოდგენა არის შეუძლებელი, რომ შალვა პაპუაშვილმა არ იცოდეს სად ჯობია ცხოვრება ჩელაბინსკში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქია, თუ მაგალითად ევროპის რომელიმე ქალაქში. ალბათ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეები მაშინ დგება, როცა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, დიახაც ნორმალური ცოდნის და განათლების მქონე ადამიანები განზრახ ამბობენ უარს საღი აზრით ცხოვრებაზე. როდესაც თვითონ გადაწყვეტს ესეთი პირი, რომ საღი აზრით ცხოვრება მას არ გამოადგება, ცდილობს, რომ სხვებსაც გაუწყვიტოს კავშირი, ადეკვატური კავშირი გარემოსთან, გაუწყვიტოს კავშირი საღ აზრთან და ამაში ყოველთვის ადამიანს ეხმარება სიტყვა. სიტყვით ხდება ეს და ამას ჩვენ პროპაგანდას ვეძახით, როდესაც ცდილობენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ საღი აზრი, გარემოს ადეკვატური აღქმა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წიგნი აქვს ადამიანს წაკითხული. მაინც შეიძლება ეს დაემართოს, რომ დაკარგოს კავშირი გარემოსთან. ახლა ცხადია, რომ უმეცარ ადამიანს ეს ადვილად დაემართება, ადვილად დაიჯერებს შეთქმულების თეორიებს, deep state-ის მხრიდან მომდინარე საფრთხეს მაგალითად და კაცი-კაცია, ქალი-ქალია რიტორიკას, მაგრამ რა ემართება განათლებულ ადამიანს? ის ენდობა თავის განათლებას და ფიქრობს ესეთ რამეს, რომ დიახ, აი ამ ათulis წერტილიდან, დიახ, აი ამ კუთხიდან, რაღაც კუთხიდან ჩელაბინსკი ნამდვილად უკეთესი ქალაქია, ვიდრე ვთქვათ რომელიმე ევროპული ქალაქი და მოძებნის ამის გამართლებას თავის თავთან. ადამიანს, რომელიც არის იმდენად გამპარტავნებული თავისი ცოდნით და იმდენად ენდობა თავის ცოდნას, რომ ასეთ მარტივ საკითხებთან დაკავშირებითაც კი არ უჩნდება კითხვები, რომ კი მაგრამ ეს როგორ, რატომ, რანაირად აღარ უჩნდება ამ კითხვის გაგრძელებაც, რომ კი მაგრამ იქნება მე ვცდები, იქნება უნდა გადავამოწმო რაღაც. იქნება არ არის სწორი, მე რომ ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით ჩელაბინსკში ცხოვრება ჯობია, ვთქვათ რომში ან პარიზში ცხოვრებას. აი ეს კითხვები აღარ ჩნდება და სწორედ ეს არის პროპაგანდის მიზანი, რომ ადამიანის ცნობიერებაში ელემენტარული კითხვები აღარ ჩნდებოდეს, რომელიც მას გარემოს ადეკვატურ აღქმაში დაეხმარება. საღი აზრის გაქრობამ ისეთი შემოპარვა იცის ადამიანის ცნობიერებაში, აი ისეთი რაღაცნაირი ფრთხილი შემოცოცება შეუძლია, რომ მერე უკვე ნამდვილად ძნელი გასარკვევია, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება წარმოსახვა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ადამიანს ეს ორი ადვილად აერიოს ერთმანეთში. ერთი პატარა მოთხრობა მინდა გაგახსენოთ ნობელის პრემიის ლაურეატის იასუნარი კავაბატას საქართველოში საკმაოდ ცნობილი წიგნიდან ხელისგულის ოდენა მოთხრობები. მოთხრობა იმით იწყება, რომ სიდედრი სიძეს შეუძღვება ოთახში, სადაც მისი გარდაცვლილი ქალიშვილის ცხედარი არის დაცვენებული და ეუბნება, რომ ვიციო, რომ ერთი სული გაქვთ, რომ დახედოთ საბრალოსო და შემდეგ ამბობს ქალი, რომ აი ნახეთო რა ძალუმია, სიკვდილიო, სრულიად შეცვალა ადამიანიო და უნდა რომ გადახადოს სუდარა, მაგრამ ქმარი გააჩერებს და ეტყვის, რომ უკაცრავადო თუ შეიძლება რომ მარტო დამტოვოთო და გაიკრიფება ყველა ოთახიდან და როდესაც გადახდის ამ სუდარას ცოლს დიდხანს უყურებს და ხედავს, რომ ეს იგი ტანჯული იერი აქვს შეყინული მისი გარდაცვლილი მეუღლის სახეს და ჯერ დაჯდება მის გვერდით და დიდხანს უყურებს ამ სახეს, მერე წამოდგება მივაცხედართან და ცდილობს რომ კრიჭა შეუკრას, მაგრამ არაფერი არ გამოდის და ეს ცხედარი წინააღმდეგობას უწევს და მაინც კაცი არ ნებდება და ძალიან ფრთხილად, მაგრამ დიდხანს რაღაცნაირად უზელს აი ამ ნაოჭებს და მაინც არაფერი არ გამოდის და მე გრძნობს ეს კაცი, რომ მთელი მისი სხეულის სითბო გადადის ხელებში და ბოლოს ალმურიედება ხელებს და მაგრამ ამასობაში ხედავს, რომ ეს ნაოჭები რაღაცნაირად დარბილდა თითქოს და ქალის სახემ შვიდი და რაც კეთილი იერი შეიძინა და მე ისევ გადაჯდება გვერდით და
კიდევ დასცქერის ცხედარს და ამ დროს შემოდის ოთახში მიცვალებულის დედა და რო დახედავს თავის ქალიშვილს, ცრემლები ღვარად წამოვა თვალიდან და იტყვის, რომ საბრალო გოგოსო, როგორ არ უნდოდა სიკვდილი თქვენს ჩამოსვლამდეო. აი საკმარისი იყო ერთხელ შეგეხედათო და ნახეთო როგორი კეთილი სახე გაუხდაო. კავაბატას ამ მოთხრობას ქვია დამკვდარმა სახემ იცვალა იერი. ეს მოთხრობა იმის დასტურად გავიხსენე, რა ვერაგულად შეიძლება საღი აზრი დაედოს საფუძვლად ცრუ წარმოდგენას, როდესაც ადამიანი გულუბრყვილოდ და უკრიტიკოდ ენდობა საკუთარ აზრებს. განათლებასა და საღაზრს შორის ის სხვაობაა, რომ ცოდნა ადამიანს აძლევს რესურსს და საღი აზრი ადამიანს უკვალავს გზას სწორი ცხოვრებისკენ, იმის მიუხედავად ამ ადამიანში ეს რესურსი არსებობს თუ არ არსებობს. საღი აზრი, როგორც უკვე გავიხსენეთ დონ კიხოტესთან და თეიმურაზ ხევისთავთან დაკავშირებით, შეიძლება ჩაიკარგოს წიგნებში, ასოებში, ფურცლებში, მაგრამ შეიძლება ერთ წინადადებაში აისახოს ისე, რომ ადამიანს ამ ერთი წინადადების ცოდნის გარდა არანაირი სხვა ცოდნა არ დასჭირდეს იმისთვის, რომ სწორად იცხოვროს და ახლა ამის დასტურად მინდა ერთი ამბავი გავიხსენო, რომელიც ზურაბ კიკნაძის წიგნში ამოვიკითხე. რაბი ჰილელთან მივიდა ყმაწვილი, ცალფეხზე დადგა და ეუბნება, რაბიო, თორა, ანუ რჯული მასწავლე სანამ ცალფეხზე ვდგავარო და ეს რაბი იყო თერძი და არშინი შემოკრავა ამ ყმაწვილსო და უთხრა, გადიო დამეკარგი აქედანო, როგორო შენ გინდაო რომ რჯულიო, რომელშიც 305,691-ა ერთ წამში გასწავლო? კარგი, წამოვიდა ყმაწვილი, მივიდა რაბი შამაისთან, დადგა ცალფეხზე და ეუბნება, რაბიო, თორა მასწავლე სანამ ცალფეხზე ვდგავარო და რაბი ეუბნება, არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ. თორის არსი ეს არის დარჩენი ყველაფერი ინტერპრეტაცია, წადი და იცხოვრე. და აი ეს სიტყვები რომ წადი და იცხოვრე, იმას ნიშნავს რომ ამ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა იცხოვროს. წადი და ცადე რომ სწორი ურთიერთობა გქონდეს სამყაროსთან და ადამიანებთან. აი ეს არის საღი აზრი და ერთ წინადადებაში ასწავლის რაბი ამას მონდომებულ ყმაწვილს და აი მართლაც ზოგჯერ ასე მარტივად შეიძლება გამოიყურებოდეს ყველაზე ღრმა სიბრძნე, რომლის მისაღებად და გასაგებად ადამიანს არანაირი სხვა წიგნების წაკითხვა შეიძლება აღარ დასჭირდეს. დღეისთვის ნამდვილად რთული ციტატა შევარჩიე და მე ჩემი სათქმელი, ჩემი ფიქრი გითხარი, თქვენც ბევრ საფიქრს გიტოვებთ ეს ფრაზა ალბათ. შევხვდებით ხვალ ძალიან საინტერესო ადამიანის შესახებ, უაღრესად საინტერესო ისტორიებით. მანამდე კი კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოიწეროთ ციტატა და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.